ადამიანს კომფორტის მოთხოვნება აქვს ყველაფერში, არა მარტო თქვა ამ კუთხით, არამედ ყველაფერში და მათ შორის ცხონების საკითხის კომფორტი აქვს. ადამიანებს არ შეუძლიათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეკლესიური ცხოვრება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლა თავის დაცემულ ბუნებასთან, დემონურ ვნებებთან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში განსასწრების ტვირთვა, ღვაწლში მყოფობა, საკუთარ თავის იძულება, აბა რატო ხდება, რომ მუდმივად ხდება გადინება ნებისმიერი სამრევლოდან ადამიანების, რომლებიც 1, 2, 5, 7 წელი ცხოვრობენ ქრისტიანულად ეკლესიურად, მერე ბეზდებათ. გესმით? აი თქვენ მრავალი ის ვინც ახალი ხართ მოსული, ახლები ვინც ხართ მოსული და ვისაც ჯერ ეს 1, 2, 5, 6, 7 არ შეგსრულებიათ, თხილად იყავით იმ რომ თქვენ შეიძლება გახვიდეთ როგორც ხვები გასულან, რატომ? იმიტომ რომ არაკომფორტულია სულ ბრძოლაში მყოფნა, სულ მოჭიმული სიმივით ყოფნა, როგორც წმინდა თეოფანი დაყურდებული ამბობს, სულ საკუთარი თავის იძულება, როგორც უფალი გვასწავლის სასופველიც ისა იძულების, არაკომფორტულია, მაგრამ სხვანაირად ეგვიპტიდან ვერ გამოხვალ, გესმით, ვერ გამოხვალ, მოსეს გჭირდება, ანუ ის ვინც გასწავლის და შენი საკუთარი მხნეობაც გჭირდება, რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან.